სადღაც ირმის ნახტომის სიღრმეში რაღაც აურზაურია. ძლავრი ძალები დამხტულ ნაწილაკებს ენერგიულ კოსმოსურ სხივებად გარდაქმნის და თითქმის სინათლის სიჩქარით ტყორცნის. მეცნიერება ამ სხივების წარმოშობის ამბის ამოხსნასთან ძლიერ ახლოს მივიდა. ანტარქტიდის ყინულების სიღრმეში განთავსებული ნეიტრინოების ობსერვატორია IceCube-ის მიერ 10 წლის განმავლობაში შეგროვებული მონაცემების ხელახლა ანალიზით კვლევრებმა ჩვენი გალაქტიკის ცენტრიდან გამოსხივებული ნეიტრინოების ამ დროისათვის ყველაზე მყარი მტკიცებულება მიიღეს, რომელიც კოსმოსური სხივების დიდი ხნის ძებნილ წყაროზე მიუთითებს. აღმოჩენა გვთავაზობს ირმის ნახტომის პირველ ნეიტრინო რუკას და ჩვენი გალაქტიკის სიბრტყის ხედვის ახალ გზასაც. ირმის ნახტომიდან დედამიწა მუდმივად იბომბება პროტონებისა და დამხტული ატომ-ბირთვების კოსმოსური ტყვიებით, რომლებიც მძლავრი ველების მიერ წარმოუდგენლად არიან აჩქარებული. მათ კვადზე მიყოლა და წყაროს დადგენა უკიდურესად რთულია. მათ კვადზე მისაყოლად კი არსებობს ერთი გზა. შეგვიძლია ვეძებოთ ვარსკვლავთშორისი სივრცის გაზლსა და მტვერში გამოვლისას კოსმოსური სხივების მიერ შეჯახებებისას დატოვებული ნიშნები. ნეიტრინოები არსებობის ღვარზეც იმციმებენ, რის გამოც მათ მოჩვენება ნაწილაკებსაც კი უწოდებენ. თითქმის არ გააჩნიათ მასა, არც მუხტი, რის საფუძველზეც მათი არსებობის დადგენას შევძლებდით. ცნობილია, რომ სამყაროში ისინი პირდაპირ ხაზზე, თითქმის სინათლის სიჩქარით მოძრაობენ, ჩერდებიან მხოლოდ მაშინ, როდესაც გზად ატომის ბირთვს შეხვდებიან. აქ დედამიწაზე ასეთ შეჯახებათა დაფიქსირება წარმოუდგენელ მოთმინებას მოითხოვს. მაგრამ უკვე წლებია ამას აკვირდებიან ისეთი იზოლირებული ობსერვატორიები, როგორიც არის IceCube. არის მხოლოდ ერთი პრობლემა. ნეიტრინოები ძლიერ სხვადასხვაგვარი წყაროებიდან მოდის, მათ შორის ჩვენი საკუთარი ატმოსფეროდანაც. IceCube-ის მონაცემების ახალმა ანალიზმა წარმატებით გამოარჩია ირმის ნახტომის ცენტრიდან მომდინარე ნეიტრინოთა დიფუზიური გამოსხივება. იმის მიუხედავად, რომ შედეგები ოდნავ ჩამორჩება 5 სიგმიან სანდოობას, რაც ოქროს სტანდარტად ითვლება და აღმოჩენის დადასტურებას ნიშნავს. მიღებული შედეგები მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს სამყაროს რუკის შედგენაში ნეიტრინოების გამოყენების თვალსაზრისით. მაშინ, როდესაც კოსმოსის შესწავლის ერთადერთ გზას მხოლოდ ხილული სინათლე წარმოადგენდა, თანამედროვე მეცნიერებას ახლა გაცილებით მეტი ხელსაწყო აქვს საკმაოდ დაბალ ენერგიული რადიოგამოსხივებიდან დაწყებული, მაღალ ენერგიული ფოტონებითა და სივრცე დროის ზუზუნით დამთავრებული. რეალობის ახლებურად დანახვის ზღვარზე ვართ, რათა იმ ნაწილაკთა გამოყენებით, რომლებიც ძლივს არსებობენ, ის დავინახოთ, რაც ოდესღაც წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა. ამ ორმა აღმოჩენამ და მეცნიერების მიერ გაკეთებულმა ვარაუდებმა შესაძლოა ძლიერ მნიშვნელოვანი თვალსაჩინო გაგვიხსნას სამყაროს წარმოშობის, რაობისა და ჩვენი არსებობის საიდუმლოებების გაგების საქმეში. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო